ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეა სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშიდობისა, ის გზა, რომლითაც ჩვენ კორუფციას გავუმკლავდით, გავათავისუფლეთ ბიზნესიდან დავიწყეთ ცხოვრება თავისუფალი სიტყვის პირობებში, ეს ყველაფერი გადამდებია. ასეთი შინაარსის ინტერვიუები ქართული საზოგადოებისთვის პრეზიდენტის მხრიდან უცხო არ არის. მორიგი საუბარი იმაზე, რომ მისი მოსვლის შემდეგ ქვეყანა სამაგალითო გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამერიკაში ვიზიტად მყოფ პრეზიდენტსა და ნიუ-იორკში ადგილობრივ ტელეკომპანია PBC-ს ჟურნალისტ შორის შედგა. ჩვენ გამუდმებით გვესმის ხელისუფლებისგან, რომ მისაბაძი ქვეყანა ვართ, მაგრამ ასევე გამუდმებით გვესმის ოპოზიციისგან, რომ ეს თვად ასე არ არის. მოდით ჩვენ შევეცადოთ კიდევ ერთხელ ერთად გავარკვიოთ, რაში უნდა მოგბაწონ მეზობლებმა და რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ თავად სხვისგან. დამახასიათებელია თუ არა სამაგალითო ქვეყნისთვის იმ სფეროებში არსებულ პრობლემებზე საუბარი, რომელშიც ხელისუფლებამ რეფორმები გაატარა. რატომ ვერ შველის რეფორმების ახალი ტალღა ისეთი ტრაგიკული მოვლენების აცილებას, როგორც მაგალითად ჩიმშილისგან წლინახების ბავშვის დაღუპვა, სიღარების ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების რაოდენობის შემცირება, უმუშევრობის პრობლემა, დამოუკიდებელი სასამართლო და სხვა. მოკლედ, ქართული რეფორმების ავკარგიანობა იქნება ჩვენი გადაცემის თემა და ამ თემებზე ერთმანეთის პირისპირ თინა ხიდაშელი და ჩიორა თაქთაქიშვილი საუბრობენ. მე ვარ თეა სიჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშინ ასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან საქართველოს პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი, საქართველოს გერადა უпроსტად თბილისის საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელი ქალბატონი თინა ხიდაშელი. საღამოშიდობისა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჩვენი თემა, ესე რომ ვთქვათ, ძალიან მასშტაბურია და ზოგადია, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ საკითხზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენ გამუდმებით საუბრობთ იმაზე, რომელ რეფორმას რა შედეგი მოაქვს და შემდეგ რამდენად გვაქვს, ასე ვთქვათ, საერთაშორისო დონეზე და საერთაშორისო მასშტაბებზე საქმე ისე რომ მოვიწონოთ თავი და ვთქვათ რომ მისაბაძი ქვეყანა ვართ. მოდი დავიწყოთ თანმიმდევრულად გავყვეთ ამ საკითხებს. დღეს საკმაოდ ტრაგიკული შემთხვევა და ემთხვა ამ ჩვენ თემას და მე არ შემეძლო გვერდი არ ამევლო. არ ვიცი ეს უბრალოდ რამდენად უკავშირდება უშუალოდ ამ საკითხს, მაგრამ ეს საუბარია სოფელ მეჯრისხევში წლის და 7 თვის ბავშვის გარდაცვალებას, რომელიც შიმშილისგან გარდაიცვალა, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ. როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ვართ მისაბაძი ქვეყანა, ალბათ პირველ რიგში სწორედ აი ესეთი ტრაგიკული შემთხვევები ყოველთვის თვალშისაცემია და მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ერთადერთი მაგალითი, რომელთაც განისაზღვრება ამა თუ იმ ქვეყნის რეფორმების ავკარგიანობის საკითხი, მაგრამ ეს არის საკითხები, რომელზედაც ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს და აუცილებლად მოგვიწევს საუბარი ამ თემაზე. მოდით ყველაფერს მიყვეთ თანმიმდევრულად. ქალბატონი ჩიორა, როცა პრეზიდენტი საუბრობს უცხოურ მედიაში, რომ ჩვენზე ლაპარაკობს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე, რომ ჩვენგან უნდა აიღონ მაგალითი. კონკრეტულად რას გულისხმობს, რაში ვართ მისაბაძი ქვეყანა, შეიძლება გითხრათ? მოგესალმებით, ჩვენს ტელემაყურებელს მივესალმები, სამწუხაროდ ეხლა გახდა ჩემთვის ცნობილი ეს ძალიან ტრაგიკული შემთხვევა. იმედია გაირკვევა საქმის ვითარება და ნებისმიერ შემთხვევაში როგორც არ უნდა გაირკვეს, როგორც არ უნდა გაირკვეს, ბუნებრივია ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეძრავს და ნამდვილად ყოველი საუბარი ნებისმიერ რეფორმაზე იქნება თუ ნებისმიერ სიახლეზე თუ ინიციატივაზე, რომელმაც უდაოდ შეიძლება ქვეყანას დადებითი შედეგები მოუტანოს, ბუნებრივია ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით, რა თქმა უნდა, არ არის აბსოლუტურად თანაზომადი სივრცეები, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ჩვენი გადაცემის ფარგლებში შევძლებთ კონცენტრირებას იმ ძალიან დატვირთულ და შინაარსობრივად კომპლექსურ საკითხებზე, რასაც რეფორმები ქვია. თქვენ მართალი ბრძანეთ, ნამდვილად არ შეიძლება ერთი გადაცემის ფარგლებში ჩვენ ამომწურულებლად გქონდეს შესაძლებლობა ვისაუბროთ ამ რეფორმებზე, იქნება ეს კორუფციასთან ბრძოლა, იქნება ეს პოლიციის გათავისუფლება კორუფციისგან და საზოგადოების ნდობის ამაღლება პოლიციის მხრიდან, იქნება ეს საგადასახადო რეფორმა, იქნება ეს მოქალაქეებისთვის გამარტივებული მექანიზმები, აიღონ პირადობის მოწმობები, პასპორტები, გქონდეთ ნაკლები შეხება კორუმპირებულ და საერთოდ შეხება არაპატიოსან ჩინოვნიკებთან, სწორედ ეს არის ის თემები,
რომელთა მოსაგვარებლად ვფიქრობთ ჩვენ რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს პროცესი არის აბსოლუტური მაქსიმუმი იმისა, რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ დავხვეწოთ ის მიმართულებები, რომელიც სხვადასხვა კუთხით არის, როგორც გამოწვევები, უდაო არის ისიც, რომ ერთმანეთისგან ჩვენ ვერ გავმიჯნავთ ერთის მხრივ კორუფციასთან ბრძოლას და მეორეს მხრივ სიღარიბის თემას. ბუნებრივია ქვეყანაში, სადაც ქვეყნის ბიუჯეტის 2/3 მეტი თანხისა იყო შავი ფული, ბუნებრივია იქ სიღარიბებთან ბრძოლაზე არ შეიძლებოდა საუბარია. ბუნებრივია იმ ქვეყანაში, სადაც ქვეყნის ბიუჯეტი სწორედ იმ კორუფციული, ჩინოვნიკური, კლანური სისტემიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში 2003 წლამდე არსებობდა, ამ პირობებში არ იყო არავითარი იმედის ჩანასახი იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ უდიდეს პრობლემას, რომელიც არის სოციალური პრობლემა, რომელიც არის ფასების ზრდა, რომელიც ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალში საცემლელი, რომელიც არის სწორედ სიღარიბის დონის ზრდა და იმ მოქალაქეთა ბედი და ყოველდღიური სატკივარი, რომელთაც არ იციან ხვალ რა შემოსავალი მიიღონ, ბუნებრივია ამ პრობლემებთან გამკლავება შეუძლებელი იყო იმ პირობებში, რომელიც არსებობდა 2003 წელს. ეს რა ვითარება გვაქვს ქალბატონჩიო რა სოციალური საკითხებზე და სიღარიბის საკითხთან დაკავშირებით? ის ყველა რეფორმა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, უდაოდ არის ამოსავალი წერტილი და ბაზისი იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა განვითარდეს. ამის საწყისი მაგალითები უკვე არსებობს. მე ბუნებრივია არ დავიწყებ ახლა პენსიის რაოდენობის 9-ლარიანი პენსიის შედარებას იმ პენსიასთან, რომელიც დღეს აქვს საქართველოს მოქალაქეებს და თითოეულმა ჩვენმა ტელემაყურებელმა კარგად იცის ამ პენსიის ოდენობა, მაგრამ ეს პენსია რა თქმა უნდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოჯახებმა იცხოვრონ და ამიტომაც არის სწორედ საჭირო, რომ ჩვენი მუშაობა იყოს დღითიდღე კიდევ უფრო მეტად ინტენსიური, როგორც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. 100 ლარი გახდა როგორც პრეზიდენტი ამბობს, ხო, პენსია, მაგრამ იყო დაპირებული გახდება სექტემბრიდან კი ბატონო, მაგრამ იყო დაპირებული $100, ოღონდ ეს ჯერ კიდევ 2 წლის წინ, როდესაც პრეზიდენტის საპრეზიდენტო არჩევნებში ემზადებოდა. ეს რეფორმები არის აუცილებელი ბაზისი იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის საზომი იყოს არა $100-ლარიანი პენსია, არამედ გაცილებით უფრო მაღალი საზომი. გასაგებია პენსიის ეს კითხვა იმიტომ დაგისვით ქალბატონჩიო, როცა ჩვენ ვამბობთ, კი აუცილებლად ოღონდ კითხვა უნდა დაგისვათ. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ მისაბაძი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, ყოველთვის ერთგვარ მაგალითად სწორედ ეს პენსიის საკითხი მოყავს. რამდენი აქვს ჩვენთან პენსია მაგალითად პენსიონერს და რამდენი აქვს მაგალითად იგივე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მაგალითად დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, იგივე პოსტსაბჭოთა სივრციდან. მე რა თქმა უნდა შევეცდები ნაწილობრივ გავყვეთ და ცალ-ცალკე ვისაუბროთ თითოეულ თემაზე, იმიტომ რომ თქვენს მიერ ნახსენებ საკითხში მინიმუმ გამოიკვეთა რამდენიმე თემა. ეს არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის ეფექტური საგადასახადო სისტემა, რომლის წყალობითაც ქვეყანაში ბიუჯეტის მოცულობა 600 მილიონიდან გაიზარდა მინიმუმ 10 ჯერ. ეს არის შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვებრძვით კრიმინალს, ვერ ვიბრძვით ორგანიზებულ დანაშაულს და ბიზნესმენი, რომელიც თავის პატარა ბიზნესს აწარმოებს, უკვე აღარ არის ვალდებული გადაიხადოს ეგრეთ წოდებული კრიშებისათვის თანხები არც პარლამენტის წევრებთან, არც კრიმინალურ ავტორიტეტთან. ეს არის ყველაფერი ის, რაც არის აუცილებელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. მაგრამ ბუნებრივია, ამით არ შემოიფარგლება ის იმ საკითხთა წრე, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ბედი გაუმჯობესდეს. სამწუხაროდ მოხდა ბოლო წლების განმავლობაში ისეთი ტრაგიკული შემთხვევები, როგორც იყო რუსეთის შემოჭრა საქართველოში, რომელიც დღეს მიუხედავად იმისა, რომ მაშინ, როდესაც ეს განხორციელდა, გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდა, დღეს უკვე დაესვა ამ კითხვის ნიშნებს წერტილი, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს რუსეთის შემოჭრა საქართველოში, საქართველოს ტერიტორიებს ოკუპირებულად, ასევე ის ფინანსური კრიზისი, რომელიც 2009 წლიდან დაიწყო და 2009 წელშიც გაგრძელდა, იყო უპრეცედენტო, თუ კი არ გავიხსენებთ ცნობილი დეპრესიის პერიოდს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი აფერხებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ალბათ სწორედ იმ რეფორმების დამსახურება არის, რომელიც ამ ქვეყანაში განხორციელდა, რომ საქართველოს არ დაემუქრა ისეთივე საფრთხე, როგორც ემუქრება ბევრ როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანას, ასევე ძალიან ტრადიციულ ევროპულ ქვეყნის გაბანკროტებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გადაიჭრას ყველა სოციალური პრობლემა, მაგრამ ეს არის აუცილებელი მინიმუმი და თუ კი ჩვენი საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩევლები, არა მარტო ჩვენი, არამედ ზოგადად საქართველოს ამომრჩევლები შეადარებენ იმ სიტუაციას, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ 2003 წელს და დღეს ბუნებრივია ისინი იგრძნობენ ძალიან კონკრეტულ სხვაობას.
კონკრეტულ თვალსაზრისით კი ბატონო, სხვა საკითხებზეც ვისაუბრებთ ამ თვალსაზრისით ალბათ მნიშვნელოვანი არის იმის დამატებაც, რომ ბუნებრივია მოქალაქეები აი ამ შეფასებას იმასთან დაკავშირებით რეფორმები იყო თუ არა წარმატებული აკეთებენ არჩევნებზე. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც იყო ერთ-ერთი დადასტურება, მაგრამ ეს ამავდროულად არის უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენდაგანისათვის და ნამდვილად არ არის საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ თვითკმაყოფილები ვიყოთ და ამით დავკმაყოფილოთ. გასაგებია, ქაბატონო თინა. ოპოზიცია, გასაგებია მისი როლი, ესე იგი პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ის მუდმივად უნდა აკრიტიკებდეს, ხო? მუდმივად არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც კონკრეტულ საკითხებზე უნდა ისმოდეს კრიტიკა და განსხვავებული აზრი გაქვთ იმ საკითხებზე, რომელსაც მაგალითად ხელისუფლება მხარს უჭერს, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რაზედაც მაგალითად ვამაყობს საქართველოს ხელისუფალი, როდესაც ის საინტერესო ინტერვიუებს აძლევს მაგალითად უცხოურ მედიას, როდესაც ის საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ მისაბაძე ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნის სივრცეში, ესე რომ ვთქვათ. არ ეთანხმებით ამ მოსაზრებას? რაღაც ნაწილში გესალმებით დამაყურებელს. მე პირველ რიგში მითმინდა დავიწყო რომ ის თქვენ დაიწყეთ ეთერი რომ პირველ რიგში მე დაიმწუხარება შეუერთდე რომელიც ამ ოჯახში არის სოფელ მეჯრისხევში და სამწუხაროდ ეს არ არის საქართველოში გამონაკლისი შემთხვევა. ერთ-ერთი მთავარი რასაც მე არ ვეთანხმები არის ის რაზეც მუდმივად საუბრობს სააკაშვილი, რაზეც იგი საუბრობდა მაგალითად იმ ბოლო ორი დიდი გამოსვლის დროს რაც ქართულ მაყურებელმა იხილა ერთი პარლამენტში გამოსვლა და მანამდე მოусმინე ხალხს. სადაც მან თქვა რომ ყველაზე მთავარი მიღწევა ვარდების რევოლუციის შემდეგი საქართველოში ის არის რომ საქართველოში შიმშილი დაძლეული. ეს არის სააკაშვილის სიტყვები, ეს იყო სიტყვები რომელმაც მე ყველაზე მეტად აღმაშფოთა მაშინ იმ გამოსვლაში და ეკაბერიძის ეთერში სწორედ ამაზე ვსაუბრობდი იმ საღამოს რომ ეს იყო ის რასაც მე ვერასოდეს ვერ მოვითმენ, როდესაც ესე ცინიკურად ლაპარაკობს ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას. საქართველოს შიმშილი კი არ არის დაძლეული, საქართველოში მოსახლეობა ვარდების რევოლუციის შემდეგ ისეთი გაღარიბებულია, როგორც არასოდეს არ ყოფილა. ჩვენ ამბობდა აქ, რომ ყველა ადამიანი თავად უნდა გრძნობდეს 2003 წლის შემდეგ სხვაობას და გრძნობენ ადამიანები ამ სხვაობას. ოღონდ გრძნობენ იმას, რომ დღეს გაცილებით უფრო ღარიბები არიან, მათი მაცივარი დღეს გაცილებით უფრო ნაკლებ პროდუქტს იტევს, ვიდრე ეს იყო ვარდების რევოლუციამდე. ეს არ იყო იმის მიზეზი, რომ ეს არ არის იმითი გამოწვეული, რომ ქუჩაში კორუფცია რომ მძინვარებდა იყო კარგი. მაგრამ ეს არის იმითი გამოწვეული, რომ ადამიანებს ჰქონდათ თავისუფალი სუნთქვის საშუალება და მცირე მეწარმეობის საშუალება. ძალიან ბევრ თემას შეეხო აქ ჩვენ რა მე ხარ არ დავიწყებ ესე დეტალებში ყველაფერზე საუბარს, იმიტომ რომ საზოგადოების ბევრი რამ უკვე ნათელი ამაზე სულ საუბრობთ ჩვენ, მაგრამ კონკრეტული ამბები არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხგასაცემი. პირველი რითი ამაყობს ჩვენი ხელისუფლება, აი თქვენ შესავალში თქვით, ორი მთავარი პოსტულატი, ხო, სიტყვის თავისუფლება არის ქვეყანაში და ბიზნესს აქვს, ბიზნესი არის კორუფციისაგან თავისუფალი და ამაში უნდა მოგბაძოს თელმა დანარჩენმა სოფლიომ, რომელიც განვითარების გზაზე დგას. ორივე არის ტყუილი. სიტყვის თავისუფლება როგორია საქართველოში, ამას ყველა ქართველი უყურებს ყოველდღე საკუთარ ტელეეკრანებზე, ნაციონალურ არხებზე და ხა ამაზე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არავითარი აზრი ჩვენ საუბარს არ აქვს. გისმენენ იმ ნაციონალურ აი იმ ნაციონალურ არხებზე ნამდვილად ვერ მისმენენ, ქალბატონო ჩვენ მინდა გითხრათ. ჩემი არც ერთი ბრიფინგი, თქვენ ეთყობა სპეცტელევიზორი გაქვთ, იმიტომ რომ ჩემი არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი აი არც ერთი და ორი კი არა, არც ერთი ნაციონალურ არხზე არასოდეს არ შუქდება. არც ერთი არასოდეს არც ერთ ნაციონალურ არხზე თავარ ნიუსებში შუქდება ბრიფინგის შემდეგ პირველ საინფორმაციოში და მურჩა. ეს არის დღის 2 საათზე, როდესაც ხო არა, მაყურებელს ახსოვს, მე უკეთესად მახსოვს, ვერ ნახავდით, იმიტომ რომ ბოლო მრავალი თვეა ესეთია პრაქტიკა. შეგვიძლია ხა ამაზე ვიკამათოთ, კამაც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მე ვაკონტროლებ საკუთარ ბრიფინგებს და თქვენ ხ ჩემ ბრიფინგებს იმედი მაქვს არ აკონტროლებს. აკონტროლებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ვიცი, იმიტომ არ შუქდება ნაციონალურ არხებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არ ეკუთვნით იმ ნაწილს, ვინც ამას აკონტროლებს. მეორე, ბიზნესის კორუფციისგან გათავისუფლება. ბიზნესის კორუფციისგან გათავისუფლება ის როგორი თემაა, რომ ბიზნესის კორუფციისგან თავისუფალი, იმიტომ რომ ბიზნესმენი მთავარი ამ ქვეყანაში არის ხელისუფლება და საკუთარ თავს ფულს ის არ უხდის. ეს არ არის სარიალის სიტყვები. მიზეზი რატომაც არ შუქდება ჩემი ბრიფინგები, სწორედ ეს არის, რომ მე ბრალდებებს არავის არასოდეს არ უყენებ. მე ყოველთვის საუბრობ, ამით განისაზღვრება ახლა მედის თავისუფლება, მოდით ესეთ კითხავს. არა, ამით კი არ განისაზღვრება. მითხრა ქალბატონმა ჩიო რომ მე მაგის თქვა სულ არ ვაპირებდი, რომ თქვენს გისმენთო და მე ეს უპასუხე რომ ვერ მისმენს, იმიტომ რომ ეს არ შუქდება. არა, მედის თავისუფლება ამით არ განისაზღვრება, X პოლიტიკოსი მნიშვნელობა არ აქვს მის გვარს და სახელს რამდენჯერ გამოჩნდება ეკრანზე. მედის თავისუფლება იმითი განისაზღვრება, მაგალითად, ყველაზე ცნობილი ამბავი რო ვთქვათ, მოდელირებული ქრონიკის შემდეგ რა დაემართა ამ
მოდელირებული ქრონიკის შემქმნელებს. მაგალითად, ამითი განისაზღვრება. როდესაც აღმოჩნდა, რომ კი ბატონო ვთქვათ, რომ პოლიტიკოსებმა მიიღონ ზომები კონკრეტული კერძო მაუწყებლების ხელმძღვანელების მიმართ და ისინი გაუშვან, მაგალითად გაუშვათ მაესტროს ხელმძღვანელი თანამდებობიდან, მაგალითად გაუშვათ ძალიან საინტერესოა, მაგრამ იცით ხალხოფიქჩიორეთ თქვენ სალაპარაკობთ, არც ერთ სიტყვაში არ გეთანხმებოდით, მაგრამ არც ერთხელ სიტყვაში არ შემოგვარნივართ. შეგვიძლია ამ რეჟიმში გავაგრძელოთ, გარწმუნებთ, რომ წაგებული დარჩებით. ამიტომ დამდეთ პატივი და აიტანეთ და მომისმენთ. საინტერესოა ეს წაგებულ მოგებულის ვარიანტიც მე მაწყობს კაბატონი თინა მოვისმენდი დიდი სიამოვნებით ხო არა მე არ მაწყობს იმიტომ რომ არ ამგონია რომ ეს ქვეყანა ესე უნდა ცხოვრობდეს მუდმივად რომ ყველა 17 ხმაში ლაპარაკობდეს და ერთად ისტერიკაში ჩავარდნილი ყვიროდეს კი ბატონო პირველი დადასტურება რამდენი დემოკრატიულია ხელისუფლება არის ის რომ განსხვავებული აზრის ატანა უნდა შეეძლოს მოწმენა რო არ შეუძლია ეს გადაცემა ამის თქვენ ამის საუკეთესო დემონსტრირებას ახდენთ ამ წუთას აი ამ წუთას საუკეთესო დემონსტრირებას ახდენთ ხო გავაგრძელოთ ახლა რაც შეეხება ხო ბიზნესი არის ყველაზე მძიმე შემთხვევა საქართველოში, იმიტომ რომ ნაციონალურ არხებზე უნდა ათავისუფლებდნენ, არა, ნაციონალურ არხებზე არ უნდა ნიშნავდნენ, არ უნდა იყვნენ თვითონ მესაკუთრეები. უნდა იცოდეს ქვეყანამ ვისია ნაციონალური არხები. როგორ მოხდა რომ ტაბელური იარაღივით მესაკუთრიდან მესაკუთრის ხელში გადადიოდა, მაგალითად ტელეკომპანია რუსთავიორი იმის მიხედვით ვინ იყო თავდაცვის ან შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყანაში. მაგალითად უნდა იცოდეს საზოგადოებამ ვისია ტელეკომპანია იმედი, რა მოხდა იმ ცნობილი 7 ნოემბრის ღამის შემდეგ საქართველოში მედიასთან დაკავშირებით. როგორ მოხდა რომ უცებ აღმოჩნდა კაცი რომელმაც ყველაფერი იყიდა ქვეყანაში რაც მანამდე ბადრი პატარა კაციშვილს ეკუთვნოდა ტელევიზიიდან შაქრით დამთავრებული და მე რამოდენიმე თვეში ყველაფერი გაყიდა და თან გაყიდა ისე რომ უკვალოდ დაიკარგა იმიტომ რომ არავინ არ იცის ვინ წაიღო იმიტომ რომ ყველაფერი ოფშორშია რეგისტრირებული პანამა ძალიან პოპულარული ქვეყანა საქართველოსთვის კვიპროსი კიდევ უფრო პოპულარული ვირჯინიის კუნძულებზე საერთოდ აღარ ლაპარაკობ ამიტომ მე მგონი არის თემები რომელზეც შეგვიძლია რა თქმა უნდა ვიკამათოთ ორი აზრი არ არის კამათი ყოველთვის არ არის სასიამოვნო მაგრამ ნუ აუცილებელი საჭიროება არის ხოლმე ხანდახან საზოგადოებაში, მაგრამ არის თემები, რომელზეც მთელი მსოფლიო შეთანხმებულია. მე თქვენს დასარწმუნებლად არაფერს არ ვამბობ აქ არც ერთ სიტყვას. მე ვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას ველაპარაკო, ამიტომ ამ კამათში შემოსვლას არ ვაპირებ, რომ იცოდეთ. რაც გინდათ მიპასუხეთ. ბიზნესი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ბიზნესი არ არსებობს დღეს საქართველოში იმ გაგებით, რასაც ქვია თავისუფალი მეწარმეობა და თავისუფალი კონკურენცია, მონოპოლიებისგან თავისუფალი ქვეყანა, კონკურენტუნარიანი ბაზარი. საქართველოში არსებობს, საქართველოს პირველ ადგილზე ვართ ბიზნესის გახსნით. კი, ბიზნესი ადვილად გახსნის საქართველოში, მაგრამ ბიზნესი გექნება თუ არა საქართველოში? გექნება თუ არა ხარკი ნაციონალური მოძრაობისგან დაკისრებული. რომელ მომენტში ვინ გადაწყვეტს შენ გაკოტრებას და როგორ გაგაძევებენ ბაზრიდან. ყველაზე კარგად სულ ბოლოს სამარშრუტო ტაქსების ბიზნესზე ვნახეთ. ათასობით საქართველოს მოქალაქე მცირე მეწარმე დატოვეს შემოსავლის გარეშე, იმიტომ რომ მიშა სააკაშვილის პირადმა მეგობრებმა, ბატონმა შარანგიევმა გადაწყვიტეს და გიგი უგულავამ, რომ ბიზნესი, სადაც ათასობით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი თანამოქალაქე შეუულობდა სარჩოს უნდა ყოფილიყო მათი ფული მხოლოდ მათ უნდა იშოვოს. მეორეს დღეს უყურებთ ჩვენ გუშინ დღეს ხვალ და ამ დღეებში ხდება. მეორე დიდი ჯგუფი მცირე მეწარმეების გაძევება ბაზრიდან და ბიზნესიდან საქართველოში. ეს ხდება მცირე სავაჭრო ობიექტების მესაკუთრეების გაძევებით, როდესაც ჯიხურების აღების ახალი ტალღა დაიწყო ქვეყანაში, იმ ფონზე, როცა ჯიხურების ნებართვებს იღებენ სრულიად გასაგები ხელისუფლების წარმომადგენლები. ერთმანეთის მიყოლებით იხსნება თბილისში ჯიხურები, რომლის მე პატრონი არის საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი არჩილ გეგენავა, საქართველოს კულტურის მინისტრის ბატონი გიორგი რურუა, ისევ არჩილ გეგენავა სწრაფი კვების პროდუქტებში, ბატონი დავით კეზერაშვილი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და აღარ გავაგრძელებ ესია გრძელი არ არის, მაგრამ მე ყველა დოკუმენტი გამოქვეყნებული მაქვს, შეგიძლიათ ნახოთ საბედნიეროდ ჯერ კიდევ არსებობს გაზეთები ამ ქვეყანაში, რომელიც თავის ადგილს უთმობენ ასეთ დოკუმენტაციას და ჩემს გვერდზე Facebook-ზე მაყურებელს მიმართავ, ვისაც ინტერნეტთან ხელმისაწვდომა აქვს, შეგიძლიათ შეგბრძანდეთ და ყველა ამ დოკუმენტის ასლები ჩემს გვერდზე Facebook-ში თინახიდაშელი საბურთალოს ხმა საკრებულოში დევს. ამიტომ აქ იცით როგორ არის თქვენ თვითონ ოპოზიცია იმისთვის არის რომ განსხვავებული აზრი გქონდეს. მართალია ჭეშმარიტება, მაგრამ მხოლოდ განსხვავებული აზრი არ მაქვს მე. ოპოზიცია თუ არის სერიოზული და პასუხისმგებლობიანი, მას ყოველთვის ყველა აზრის დამადასტურებლად აქვს დოკუმენტები და აქვს საბუთები. მე არასოდეს ჩემს სიცოცხლეში არც ერთი განცხადება არ გამიკეთებია ასეთი დოკუმენტების გარეშე. ამიტომ კი ბატონო, ვილაპარაკოთ რაზეც გნებავთ, მაგრამ ვილაპარაკოთ დოკუმენტალურად და საფუძვლიანად. და არა ისე რომ მიშა სააკაშვილმა ესე თქვა და ეხლა სწორება პარტიაზე ყველა მიგივე უნდა გავიმეოროთ. ეს არ არის ჩემი აზრით დამოწმუნებელი იმ ხალხისთვის, ვისაც შემშელი ჩულები უყდებათ, ან ზღვარზე დგანან ამის. გასაგებია ვილაპარაკოთ ფაქტებით და ვილაპარაკოთ დოკუმენტებით, თქო გადაცემაში რეკლამის დრო და რეკლამის შემდეგ დაუბრუნდეთ ამ საკითხს.
თქვენ უყურებთ არგუმენტებს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ჩიორა თაქთაქიშვილი, თინა ხიდაშელი, საკმაოდ ბევრი პრობლემა წამოვჭერით. კიდევ უფრო მეძე გვაქვს სასაუბრო და მე მინდა ესე ვთქვათ, ეხლა დარწმუნებულია ქალბატონ ჩიორას რამდენიმე საკითხზე ექნება პასუხი, ალბათ გასაცემი მე როგორც ხვდები, მაგრამ დავზოგოთ დრო იმისთვის, რომ სხვა საკითხებსაც შევეხოთ, პოლიცია დაგვრჩა, სხვა საკითხები დაგვრჩა კიდე, რომელზედაც განათლება, რომელზედაც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ და რეფორმები, რომელიც ამ სფეროში გატარდა, რამდენად ეფექტური იყო, ამაზე უნდა ვისაუბროთ. ქალბატონ ჩიორი გისმენთ. ქალბატონ თეა, ნამდვილად მე არ ვაპირებ პასუხების გაცემას იმ საკითხებზე, რომელიც ქალბატონმა ნამდვილად ქალბატონმა თინამ დაასახელა, მე რომ ამ თემებზე დავიწყო ახლა პასუხების გაცემა, დარწმუნებული ვარ, ეს ერთის მხრივ ჩვენი საზოგადოებისთვის ნამდვილად აზრს მოკლებული იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არანაირი ხელშესახები დოკუმენტაცია არ გაგვაჩნია ამასთან დაკავშირებით, თუმცა საზოგადოების ყველა თუ მაცლით და მომბაძავთ კარგ სიზარს. მე უკვე ვთქვი და ამიტომ თქვენ ახდენთ ჩემი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას და ამას არ იჭრებით, რაც თქვენ თვითონ არ მიგაჩნიათ მართლზომიერად. ზუსტად ისე როგორც თქვენ გაგეთ. მაგრამ სამაგიეროდ სწორედ ამ რეფორმების წყალობით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა გახსნას ვებგვერდი csb.gov.g, სადაც ატვირთული არის აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია, რაც აქამდე იყო ძალიან ხელმიუწვდომელი ინფორმაცია, რომელიც შევარდნაძის მთავრობამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ზეწოლის მიუხედავად, მათ შორის ქალბატონი თინას ძალიან აქტიურად ითხოვდა ამ ინფორმაციას, ანუ ანტიკორუფციული ზომების გატარებას და მაშინ ჩვენ ძალიან კარგად ხედავდით თუ რას ნიშნავდა რეფორმების კეთება ქაღალდისათვის, მაგრამ იმ რეფორმისაგან განსხვავებით, რომელიც მაშინ იყო ვითომ ქაღალზე დაწერილი ანტიკორუფციული სტრატეგია, დღეს უკვე საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია თითოეული ეს ქალბატონი თინას მიერ წამოყენებული ბრალდება გადაამოწმოს ამ ვებგვერდის მეშვეობით, სადაც ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაცია არის. ამ ქონებრივი დეკლარაციებიდან გამომდინარე, ბუნებრივია საზოგადოება შესაბამის არჩევანს გააკეთებს. თუ კი თქვენ საუბრობთ ბიზნესის და განსაკუთრებით წვრილი ბიზნესის განვითარებაზე, ძალიან მიკვირს ეს ახალი სიტყვა არის ჩემის აზრით ბიზნესის კეთების ინდექსის შეფასებისას, როდესაც მსოფლიო ბანკი ამ ინდექსს აწარმოებს. ბუნებრივია ერთმანეთისგან არ შეიძლება გაყოფა ბიზნესის დაწყების და ბიზნესის კეთების. ბიზნესის ხო შეიძლება რაღაც ეტაპის შემდეგ ბიზნესმა განიცადეს ბანკროტი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ კონკრეტული მეთოდოლოგია ძალიან დახვეწილი არის. ესეც ვებგვერდის მეშვეობით არის ხელმისაწვდომი მსოფლიო ბანკის, სადაც არის განსაზღვრული სწორედ ის კრიტერიუმები, რომელიც ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლების ხარისხს აღწერენ. შესაბამისად, აი ამ გამოკვლევის თანახმად საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანა ბიზნესისათვის, სადაც არ არის ერთის მხრივ კორუფციული ბარიერები ბიზნესის საწარმოებლად, როგორც მისი გახსნის, ასევე ფუნქციონირების ეტაპზე. გახსოვთ ქალბატონო თინა ძალიან კარგად, როგორი იყო შევარდნაძის დროს გამოყენებული სწორედ ეს ლიცენზიების, ნებართვების, ლაბორატორიული დასკვნების, ტექნიკური დათვალიერების შემოწმების აქტები, სწორედ ბიზნესის კეთების შესაფერხებლად. დღეისათვის სწორედ ამისგან არის ნებისმიერი ბიზნესმენი გათავისუფლებული, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქე. რაც შეეხება თქვენ ახსენეთ ასევე საკითხი, რომელიც ეხებოდა ზეწოლას, ანუ თითქოს იწყებენ ჩვენ ქვეყანაში ბიზნესმენები საქმიანობას, მაგრამ შემდგომში მათ არ აქვს საქმიანობის უფლება. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ასევე ერთ-ერთი საერთაშორისო ძალიან მნიშვნელოვანი კვლევის შედეგად არის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანა სწორედ იმისთვის, რომ ბიზნესმენმა მოგებული თანხა მოგება დახარჯოს არალეგალურ კორუფციულ გადასახადებში, არა კონკრეტული კრიმინალებისთვის გადასახადში იმისთვის, რომ უსაფრთხოება მოიპოვოს, არამედ ამ ფულით ერთის მხრივ არის ძალიან დაბალი საგადასახადო მაჩვენებელი. საქართველო არის მესამე ადგილზე მსოფლიოში სწორედ აი ამ საგადასახადო ტვირთვის მიხედვით Forbes-ის კვლევის შედეგად და ის ფული, რომელიც არის ძალიან ცოტა ბიზნესმენისთვის, როგორც გადასახადი, ხმარდება სწორედ იმ ეფექტური პოლიციის ფუნქციონირებას და იმ ეფექტური სასამართლო სისტემის მათ შორის ფუნქციონირებას, რომლის დამსახურებითაც დღეისათვის კრიმინალები გაქცეულები არიან საქართველოდან. არის რა თქმა უნდა შემთხვევები, როდესაც ისინი საზღვარგარეთიდანაც უქმნიან ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და მის ჯანსაღ განვითარებას საფრთხეს, მაგრამ არის სწორედ ისეთი სამართალდამცავი სისტემა, რომელიც ამას პასუხობს. ბიზნესის და კორუფციის სისტემა რომ მოვჩეთ, ქალბატონო ჩიორა. დავასრულებ, მაინც ალბათ საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ის არსი, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან მოყოლებული ხორციელდება რეფორმებისა ქალბატონი თინასთვის ასევე მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ და არის ძალიან მარტივი. ეს არის ერთი, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრება იყოს გაცილებით უფრო მარტივი, არ იყოს დისკრიმინაცია გადაწყვეტილებების მიღების დროს და მათ ის ვალდებულებები და ის მომსახურებები, რაც სახელმწიფოს ავალია რომ მათ გაუწიოს, მიიღონ
ადეკვატურ დროში, ადეკვატურ ფასას და ადეკვატური ხარისხით. ძალიან კონკრეტული მაგალითები შემიძლია. გულისხმობთ იმაში, რომ ადამიანებისთვის გაუმჯობესდა ცხოვრება და გამარტივებულია ცხოვრება. ხალხო, თეა, ძალიან მიკვირს თქვენ, როდესაც ასეთ კითხვას ვსვამთ, იმიტომ რომ მე ეს არ მიგულისხმია. მე აქამდე მოგახსენეს სწორედ იმ რეფორმებზე. დიახ, არა მე ბიზნესის საკითხები და ამოვწურო და მე გადავიდე სხვა თემაზე. ამიტომ არ მინდა რომ არალოგიკური იყოს, როდესაც ბიზნესად დავსვამ და კორუფციის დაბალ დონეზე ქვეყანაში მაგალითად ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ თუ უკავშირებთ ერთმანეთს კორუფციას და სოციალურ მაჩვენებელს, ხო, მე მაინტერესებს მაშინ რა მაჩვენებელი გვაქვს დღეს ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფე ოჯახების რაოდენობის. ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ გავითვალისწინოთ ერთის მხრივ რა არის სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილი სახსრები ქვეყანაში. ეს არის სახელმწიფოს ბიუჯეტი. სახელმწიფოს ბიუჯეტი 2003 წელს იყო დაახლოებით 600 მილიონი ლარი. დღეს ბიუჯეტი არის 6 მილიარდი ლარი. აქედან დღევანდელი ბიუჯეტის 1/3 ხმარდება სოციალურ დახმარებას. მარტო 1 მილიარდი საქართველოს ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი ჯანდაცვის პროგრამებზე. შესაბამისად, ძალიან მარტივი არის ალბათ იმის გაგება თუ რამდენად გაიზარდა დაფინანსების ხარისხი იმ ერთი არის დაფინანსების ხარისხი, მაგრამ მეორე არის როგორი ხარჯება ეს ფული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. სწორედ აქ არის კორუფციის თემა განსახილველი, რომლის წყალობითაც შავი ფული მიდის დღეისათვის ბიუჯეტში, ანუ შავი ფული აღარ არსებობს და ხდება ბიუჯეტში გადასახადების აკრება, არ ხდება კორუმპირებული პოლიციელების, არ ხდება კორუმპირებული მილიციელები იყვნენ მაშინ, არ ხდება კორუმპირებული საგადასახადო ორგანოების თანამშრომლების ჯიბეში, არ ხდება კორუმპირებული პარლამენტარების ჯიბეში, თქვენც იცით ეს როგორ კეთდებოდა. შესაბამისად, თითოეული მოქალაქისთვის ეს გადასახადები არ არსებობს. შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მაგალითად მივიდეს სამოქალაქო რეესტრის ბიუროში, სააგენტოში, მოითხოვოს საკუთარი პირადობის მოწმობა, მას აცნობებენ SMS-ით, როდის უნდა მივიდეს, მას ძალიან თავაზიანად მოემსახურებიან და დადგენილ ვადაში მიაწოდებენ მომსახურებას. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი მათ სურთ უფრო მარტივად აიღონ ეს მომსახურება, შეუძლიათ გადაიხადონ დამატებითი სახსრები, ოღონდ ეს ფული ხმარდება ისევ ბიუჯეტს, ეს ფული ხმარდება ისევ იმ სოციალური პროგრამების დახმარებას და მომსახურებას, რომლის წყალობითაც დღეისათვის დაფინანსება სოციალურად დაუცველი ფენებისა არის გაათმაგებული, უფრო მეტი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მე ვკითხულობ, რაოდენობა რამდენია სოციალურ დაუცველების გაზრდილია ქალბატონო ჩიორა. ქალბატონო თეა, თქვენ ალბათ ამ კითხვას არ დასვამდით, რომ იცოდეთ საბჭოთა და შემდგომში უკვე შევარდნაძის დროს, რომ არ არსებობდა ასეთი ტიპის არანაირი სისტემა. სწორედ ეხლა შეიქმნა 2006 წლიდან მოყოლებული ის სისტემა, რომელიც გახლავთ სოციალურად დაუცველ პირთა რეესტრის სისტემა, რომელიც არის ორიენტირებული შესაძლებლობებზე და არის ორიენტირებული იმაზე, რომ შეაფასოს, რამდენად გაჭირვებული არის კონკრეტული ოჯახი. ბუნებრივია, იყო ძალიან ბევრი ხარვეზი ამ პროგრამის განხორციელების დროს, როგორც ოპოზიციის, ასევე საზოგადოების მხრიდან ჩვენ გვესმოდა არაერთი კრიტიკა, სწორედ ამის შედეგად ხდება ეტაპობრივი დახვეწა, სწორედ იმ მეთოდოლოგიისა, რა მეთოდოლოგიითაც განისაზღვრება სოციალურად დაუცველი პირები. სოციალურად დაუცველი სიღარიბის ზღვას ქვევით ყოფი ადამიანი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რამდენი ადამიანი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონკრეტული სოციალური დახმარების ხარჯზე და ეს დაფინანსება არის გაზრდილი სამჯერ იმ საწყის ოდენობასთან მიმართებაში, რომელიც გქონდა 2006 წელს, როდესაც ეს სისტემა ამოქმედა. დაახლოებით 900,000 პიროვნება და შესაბამისად ოჯახი არის დაფიქსირებული, რომლებიც იღებენ სახელმწიფო შემწეობას. ბუნებრივია, ჩვენი მიზანი ალბათ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არის ამის ახსნაც, არის არა გამზადებული სოციალური პაკეტების შეთავაზება საზოგადოებისთვის, არამედ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება. სწორედ იმ გეზით განვითარება, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს ზრდის ერთის მხრივ 10-ჯერ, მაგრამ მეორეს მხრივ ამცირებს კონკრეტულ გადასახადებს თითოეულ ბიზნესმენზე. ასეთი პოლიტიკის განვითარების შემთხვევაში და ქვეყნის ბიუჯეტის ეფექტური მართვის შემთხვევაში არის მხოლოდ შესაძლებელი ყველა იმ სოციალური პრობლემის მოგვარება და ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი არის სწორედ პენსიის გაზრდა, რომელიც უახლოეს პერიოდში იგეგმება საქართველოში. ეს არ არის საკმარისი, ბუნებრივია, ჩვენ უფრო მეტი მოთხოვნა გვაქვს, საზოგადოებას უფრო მეტი სჭირდება, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს არის ის მინიმალური, რომელიც ძალიან კონკრეტულად შეეხება
ეხება თითოეულ ადამიანს. გასაგებია. ქაბატონ თინა, შევარდნაძის პერიოდში და საბჭოთა კავშირის დროს ახლა ნამდვილად ვერ დავიჩემოთ, რომ მახსოვს რამდენი ადამიანი იყო ესე დაუშვათ სიღარიბის ხوارის ქვევრად ყოფი, მაგრამ არ არსებობდა სისტემა, რომლის მიხედვითაც შეგვეძლო გაგვეგო მაგალითად რამდენი 1000 ადამიანი იყო ესეთ სოციალურ პირობებში, რომელსაც არ ქონდა ელემენტარულად საარსებო მინიმუმიც კი. და დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა რა გავითვალისწინოთ, თუნდაც ასეთ ტრაგიკული შემთხვევებისგან დაზღვეული იყო თუ არა მაშინ ადამიანი. დღეს შეგვიძლია ამის თქმა და რა ვითარება გქონდა? 1,800,000 ადამიანი აღარ იქალბატონოჩი არა რომ იცოდეთ თქვენი სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით საქართველოს 900,000-ია. არა 900,000 იღებს სახელმწიფო შემწეობას რომელიც არის რეგისტრირებული შესაბამისად მოგახსენეთ. ორჯერ მეტი არის სინამდვილეში და ნახევარი საერთოდ ვერ იღებს. ანუ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა გვქეხა რაც შეეხება ყველაფერი მას რაც მოვისმენთ. ჩვენ შორის თავარი სხვაობა ეს არის. რაც ახლა ჩვენ აქ მოვისმინეთ. ჩვენ მოვისმინეთ, რომ სოფლიო ბანკს აქვს რაღაც მეთოდოლოგია, რომლის ვებგვერდზე შეგვიძლია შევიდეთ და იქ გავეცოთ ამ მეთოდოლოგიას და მე იმის მიხედვით დავბრუნდეთ სახლში, შევხედოთ საკუთარ ოჯახს და ვილაპარაკოთ ღარიბი ვარ თუ მდიდარი. მე გარ მაინტერესებს. საერთოდ არ მაინტერესებს. შესერთი ეს ტყუილია რაც აქ მოვისმინეთ, მაგრამ არ შევდივარ მაგ დიალოგში. მაგ დებატში არ მაინტერესებს. სოფლიო ბანკი როგორ ზომავს, ძალიან კარგად ვიცი და არ მჭირდება ლექციები და მგონია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილს არ ჭირდება, იმდენად ხშირად უყვება ამას მათ იმედი და რუსთავიოვი. ჩვენ ეს გვაინტერესებს სინამდვილეში რა ხდება ამ ქვეყანაში. მე ის მაინტერესებს გავტუნჩეროთ, თქვენ პარლამენტის წევრი ხართ და მე არ ვიცი მოქალაქეების მიღება გაქვთ თუ არა და რა ინტენსივობით გაქვთ, მაგრამ თქვენი აზრით რომ დაინტერესებულიყავით გეცოდინებოდათ ეს. არა, რატომ უნდა დაინტერესებოთ თქვენ გაქვთ თუ არა მოქალაქის მიღება, აი ნამდვილად არ მაინტერესებს, გულწრფელად გეუბნებით, მაგრამ მე მაქვს ნამდვილად შემიძლია გითხრათ. თქვენ გაინტერესებთ რომელთაც მე მაქვს მუდმივად მოქალაქეების მიღება, დღესაც 31 ადამიანი მივიღე და შემიძლია საცითაოდ მოგიყვეთ, რას ფიქრობენ ისინი სოფლიო ბანკის რეიტინგებზე. ან კიდე რომელიმე სხვა, რომელიც არ დაასახელეთ საერთაშორისო ორგანიზაციის კიდევ უფრო წარმატებულ რეიტინგებზე საქართველოს შესახებ. მათი საინტერესებს სახში რომ მივლენ, რას აჭმევენ საკუთარ შვილებს. და თქვენ რომ ამდენს ლაპარაკობთ და თქვენი ხელისუფლება და პრეზიდენტი განსაკუთრებით 10ჯერ გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ, ეგ არ არის თავარი და ეგ არის დიდი შეცდომა. როცა ეს არის თქვენთვის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ყველაზე თქვენ არ გაგიზდიათ ბიუჯეტს, თქვენ არ ზრდით ბიუჯეტს, ზრდის ბიზნესი, რომელიც გადასახად სიხდის. რომელიც ამ ბიზნესს თავარი ეგ არ არის. თავარი იცით რა არის, ქალბატონოჩიო რა? სახში რომ მიდის ადამიანი, მისი ცხოვრება 10ჯერ გაუმჯობესდა თუ არა. ის არ აინტერესებს ადამიანს სახელმწიფოს ვირტუალური ბიუჯეტი, რომელსაც მიშა სააკაშვილი ხან ბოინგის ყიდვაზე ხარჯავს და ხან მისი საყვარელი მომღერლების ჰონორარებში. 10ჯერ გაიზრდება თუ 37ჯერ. თუ რიცხვებით ვლაპარაკობთ, მე შემიძლია გითხრათ, რომ 10ჯერ გაიზარდა შევარდნაძის პერიოდთან შედარებით პრეზიდენტის უპასუხისმგებლობა სარეზერვო ფონდის ხარჯვაზე. იმიტომ რომ შევარდნაძის დროს სარეზერვო ფონდი 10 მილიონი იყო, თქვენს მიერ ხმამიცემული სარეზერვო ფონდი 100 მილიონია. აი შევარდნაძის დროს, რომლის შესახებაც თქვენ ახლა აქ ამდენი ელაპარაკეთ და მე ვერ ვიქნები თქვენთვის ამ თემაზე საუბრის კარგი ოპონენტი, იმიტომ რომ იმედი მაქვს ამას ეს მაინც გახსოვთ. მე სად ვიყავი მაშინ მთელი წლების განმავლობაში პირველ დღიდან მე არ მჭირდება სწორედ ამიტომ ამბობ ამის გახსენება. მე ეს კარგად მახსოვს, მე მას ჩამოსვლის დღიდან ვებრძოდი, თქვენი პრეზიდენტის განსხვავებით, რომელმაც კეთილდღეობა პოლიტიკური კარიერა შევარდნაძეზე ააწყო, მე მას პირველი დღიდან ვებრძოდი და მის წასვლაშიც დიდი როლი ვითამაშე. ამიტომ მე არ მჭირდება მაგის გახსენება. ხო, მე ბევრი რამე მახსოვს. მე მახსოვს, რომ ქონებრივი დეკლარაციების დოკუმენტები თქვენ რომ თქვით რომ მაშინ ხელმოუწვდომელი იყო. მე არ ვიცი თქვენ მაშინ ამას ითხოვდით თუ არა. ჩემი საქმე იყო ეს მაშინ როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და არასოდეს არც ერთხელ პრობლემა არ მქონია არც ერთი თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მიღების. ეხლა პრობლემაა? უფრო მეტიც, კახათ არგამაძის შემიძლია გამოგიგზავნოთ, იმიტომ რომ არქივში დარწმუნებული ვარ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შენახული ექნება და ყველა მისი მოადგილის სატელეფონო საუბრების ქვითრებსაც კი ვიღებდი. აღარ ვლაპარაკობ სხვა დანარჩენ დოკუმენტაციაზე. დღეს იცით რას ვერ ვიღებთ? საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებს და განკარგულებებს. საქართველოს პრეზიდენტის დაინტერესდით აბა? თქვენ საკრებულოს წევრი, ქალბატონი. საკრებულოს წევრს რა მნიშვნელობა აქვს? საქართველოს მოქალაქე რა მნიშვნელობა აქვს? საკრებულოს წევრი ვარ, ჟურნალისტი ვარ თუ ვინა ვარ? ვერავინ ვერ იღებს ამას. და უფრო მეც გეტყვით, შედით პროგრამა კოდექსში 2007 წლის 10 ნოემბრის შემდეგ ვერც ერთ პრეზიდენტის განკარგულებას თქვენი ვერ ნახავთ. 2007 წლის 10 ნოემბრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის არც ერთი განკარგულება სარეზერვო ფონდის 100 მილიონის ხარჯვის შესახებ იქ არდევს. ისევე როგორც არდევს პირდაპირ მიყიდვის წესით ქონების გადაცემის შესახებ განკარგულებები. ისევე როგორც არდევს პირდაპირ ჩუქების წესით გადაცემული ქონების შესახებ განკარგულებები. შევარდნაძის დროს ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იყო. იქ სხვა პრობლემები იყო. ინფორმაციის მიღება კი არ იყო პრობლემა. იქ ის იყო რა
რაზეც თქვენ საუბრობდით, სრულიად სამართლიანად ფული სად მიდიოდა, რამდენი რა პროცენტი იყო შავი, რა პროცენტი იყო თეთრი, მაგრამ ინფორმაციის თავისუფლებაზე ნუ დამელაპარაკებით ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ თქვენ დარწმუნებული ვარ, ხმა გაქვთ მიცემული ჩვენს ინფორმაციის თავისუფლების აქტში იმ საძაგლობრივად ცვლილებებისთვის, რომელსაც ბოლო წლებია იღებთ და რომელთაც მუდმივად ასაიდუმლოებთ დოკუმენტაციას. მაგალითად, შევარდნაძის დროს საქართველოს კანონებში ეწერა შავით ეწერა. არა, მე ზუსტად იმ დახას ვილაპარაკებ, რაც ილაპარაკა ქალბატონმა ჩივრა, რომ აქ დანიშნული. საქართველოს კანონებში ეწერა, თქვენ სანამ ხმას მისცემდით ამ კანონებს, რომ სარეზერვო ფონდის ფული შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ ბუნებრივი კატასტროფების დროს და ასეთი ტიპის წინასწარ გაუთვლელი და მოულოდნელი მოვლენების. თქვენ ეს ამოიღეთ კანონიდან. თითით სააკაშვილს ხელები გაუხსენით, რომ რაშიც უნდა საკუთარ დედას აჩუქებს ფულს იმისათვის, რომ ჩოხა ახალუხი იყიდოს და ვიღაცას თურქეთში როდესაც ვიზიტად იმყოფება საჩუქრად გადასცეს, რაც არის მის ერთ-ერთ განკარგულებაში. და უნდა ვინმეს კონცერტის ჰონორარი გადაუხადოს. მაშინ როდესაც ქვეყანა შეიძლება წარღუნამ წაიღოს და არც ერთი თეთრი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ამისთვის არ იყოს გამოყოფილი. ეხლა რაც შეეხება შემდეგ საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია გადასახადების გადახდილი სადმიდის გადასახადები, რომ მოწესრიგებულია, როგორ გვიხარია, რომ ბიუჯეტმა 10ჯერ მოიმატა, ხო? ამ თემას არასოდეს არ დავიღლები ამაზე ლაპარაკით და ამაზე ოპონირებით. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც უშვებს ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში. შესაძლებელია ძალიან ბევრი ადამიანი ხელისუფლებიდან გულისხმობს. იმედი მაქვს რომ შეცდომაა და მეტი არ. რა შეცდომა? იმიტომ რომ მართალია, სწორია, როდესაც ვამბობთ რომ შევარდნაძის დროს მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ფულის, რომელიც ტრიალებდა ქვეყანაში ბაზარზე, გადასახადის სახით ბიუჯეტში არ მიდიოდა და პირდაპირ ილექებოდა სახელმწიფოების წარმომადგენელთა ჯიბებში. აბსოლუტური სიმართლეა, სრული ჭეშმარიტება. მაგრამ ასევე აბსოლუტური სიმართლეა, სრული ჭეშმარიტება, რომ ფული, რომელიც მიდის დღეს ბიუჯეტში, ასევე ილექება ჩინოვნიკების ჯიბებში, ოღონდ ეხლა უკვე უფრო თავხედურად და ლეგალური ფორმებით. ეკა ტყეშელაშვილი იანვარში გახდა დაინიშნა ახალ თანამდებობაზე მინისტრად. მე რამდენიზე არ ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. იანვარშივე გამოიწერა ხელფასის 2 ოდენობით პრემია. ძალიან მაინტერესებს რა გააკეთა ესეთი რა ქვია მის სამინისტროს რეინტეგრაციის მინისტრმა, რომელი რეინტეგრაცია გააკეთა ერთ თვეში ისეთი, რომ იმავე თვეს და მეტი კი არ ქონდა ქთამის სახით, რომელიმე კონკრეტულ ჩინოვნიკს შევარდნაძის ხელისუფლებაში. არ არის ეს სასაცილო ქალბატონო ჩივრა. იმიტომ რომ ამის ბრალია, ამის ეს კორუფციის მაჩვენებელი, კი არა, ეს არის უარესი, ეს არის თავხედობის მაჩვენებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ამას ლეგალურად აკეთებენ, აი ესე გიფრიალებენ და გეუბნებიან, ვიცი რა, არ მაინტერესებს შენ რო ღარიბი ხარ, შიმშილით რო ყდები, ქუჩაში რო გძინავს. იღებს თუ არა პრემიებს მაინტერესებს ყობა სუბელიანი. იღებს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეს აქტები. იღებენ თუ არა მისი მოადგილეები პრემიებს. რა თქმა უნდა იღებენ. და შემთხვევით ეს კობასუბელიანი იყო არ არის, რომელსაც აგვისტოს დევნილები. რომელსაც ამ ხელისუფლებამ ამხელა პიარი გაიკეთა. დევნილებზე ვლაპარაკობ მე ომზე არა. აგვისტოს დევნილები, რომელსაც ამხელა პიარი გაიკეთა ამ ხელისუფლებამ, დღესაც ქუჩაში ათენებენ. მივბრძანდით ვაგზლის მოედანზე და ნახეთ ვასო პაპა. დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი, რომელსაც დღემდე 2 წელი გავიდა ომის შემდეგ. დღემდე ვაგზალზე ძინავს და ის რასეუბნება თქვენი პრემია მიღებული და წარჩინებული მინისტრი? რომ არ აინტერესებს. გასაგებია. რომ ეს მისი პრობლემა არ არის. ქალბატონ თინა, ქალბატონო ჩივრა. პრობლემები იცით როგორ არის ქალბატონო, რომ ჩვენ შეგვიძლია ხა თავზე ნაცარი წავიყაროთ, თვალი დავიბრმავოთ, სოფლიო ბანკის რეიტინგებით ვილაპარაკოთ, ოღონდ იმ ადამიანებს ელაპარაკეთ ქუჩაში რო ძინავთ. აი ეს არის ყველაზე მთავარი და არჩილ გეგენავა რომ უფრო მდიდარია დღეს, ვიცი. არ მჭირდება ამაზე, მე არც მისი ქონებრივი დეკლარაციის ნახვა და არც არაფერი იცით რატომ? იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ საქართველოში მხოლოდ ისიგებს საჭმლის ტენდერებს, ჯარსაც ისაჭმევს, შენგან საქმეთა სამინისტროსაც ისაჭმევს და იცით რა ფასად აჭმევს? მაგალითად, ერთი წუთი ეს უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმის დასადასტურებლად არის თუ არა ქვეყანაში კორუფცია. საქართველოს პარლამენტის წევრი, თქვენი კოლეგა, გვერდში მოგიზით და ტაშს რო უკრავთ მუდმივად ერთად. არ არის კორუმპირებული თქვენმა მეუბნებით, ხო? მე ძალიან მარტივი კითხვა მაქვს. გუდვილში ყველაზე ძვირი მაღაზია საქართველოში. კვერცხი ღირს 30 თეთრი. არჩილ გეგენავა ქუთაისში საბავშვო ბაღებს მისი ფირმის საშუალებით. აჭმავს 32 თეთრად. იქ ბიუჯეტიდან ვიხდით ფულს. საქართველოს აი ბიუჯეტიდან თქვენ რამდენი ელაპარაკეთ. ძალიან მაინტერესებს ერთი ამისი მიზეზები და мотиваცია. რომ რა ხდება? რატო ხდება ესეთი ამბები? ვიპასუხებს ქალბატონ ჩივრა, ოღონდ მე როგორც ხედავ, როცა რეფორმებზე მიდის საუბარი, ჩვენი საუბარი ამდენჯერაც მქონია ამ თემებზე საუბარი გადაცემაში, სოციალურ საკითხებზე კორუფციას არ ცდება და ვერ მივდივართ ისეთ საკითხებზე, როგორც არის პოლიცია განათლება ასე შემდეგ. გასაგებია. დავწერე და გავიარე, ესე ხო არა? გასაგებია. გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ჩვენ ძალიან ცოტა დრო გრჩება და უნდა შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა, ასე რომ დაგველოდებით რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით.
ვიყურებთ არგუმენტებს ჩიორა თაქთაქიშვილი თინა ხიდაშელი ჩვენ გადაცემის სტუმრები იქნება გამომდინარე რომ ძალიან ცოტა დრო ვრჩება ქალბატონ ჩიორა დასკვნისთვის მინდა ჩვენ საუბრობთ იმაზე რაში უნდა მოგბაძონ თქვენ როგორ ფიქრობთ რა გვაქვს ყველაზე მეტად ესე ვთქვათ საამაყო რეფორმა რომელიც ჩაგვიტარებია ქალბატონმა თინამ როგორც ჩანს ეხლა ხანს დაიწყო შეხვედრები საქართველოს მოსახლეობასთან მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი მისი არჩევნების პირველივე დღიდან მოყოლებული ისევე როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სწორედ ხალხთან ურთიერთობაში არიან და სწორედ ხალხისგან და პირველი წყაროდგან იღებენ იმ პრობლემებს, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ძალიან სამწუხარო არის, რომ ზოგჯერ სწორედ ესეთი აქტიურობა ქვეყნის პრეზიდენტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა რატომღაც აღიქმება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, როგორც მისი პერმანენტული წინასაარჩევნო კამპანია. ძალიან დასაფასებელი არის ქალბატონო თინა, რომ თქვენ შეცვალეთ თქვენი პოლიტიკური კურსი და დაინტერესდით საქართველოს მოქალაქეების ბედით. სწორედ ამ ადამიანების გამო არის და მათი გაჭირვება არის ის, რის გამოც მე პირადად ისევე როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები ვართ ხელისუფლებაში თუ სწორდება ეს პრობლემები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ეს არის თავარი ქალბატონო პრემიებს ეს არის მიზეზი ხო ისინი გეუბნებიან სწორედ ამ ადამიანების გამო არის რომ ჩვენ ვებრძვით კორუფციას სწორედ ამ ადამიანების გამო არის ის რომ ჩვენ გვინდა გქონდეს ისეთი პოლიცია რომელიც დაიცავს ადამიანებს მათ შორის დაიცავს არა კეთილსინდისიერი ჩინოვნიკებისაგან სწორედ ამის გამო არის რომ საქართველოში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ებრძვის კორუფციას და იჭერს იმ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს რომლებიც არიან მათ შორის ჩვენი გუნდის წევრები სწორედ ამის გამო არის და მათი კეთილდღეობიდან გამომდინარე არის რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა უღონეს ვხმარობთ იმისთვის რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა საერთაშორისო სტანდარტი იმისთვის რომ დავამკვიდროთ ერთის მხრივ დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყანაში და მეორეს მხრივ ისეთი მმართველობითი ფორმები რომელებიც ამ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას მივიდნენ არჩევნებზე გააკეთონ თავიანთი გადაწყვეტილება და ნდობის მანდატი მისცენ იმ პოლიტიკურ პარტიას რომელიც მათ წინაშე არსებულ პრობლემებს გადაჭრის. კი ბატონო. ჩვენ არა ვართ კმაყოფილი იმ რეფორმების ხარისხით და ვერ ვიქნებით კმაყოფილი იმ რეფორმების ხარისხით რომელიც განხორციელდა და რომელიც არის უდაოდ ხელშესახები და თვალნათლივ დასანახი თითოეული საქართველოს მოქალაქეებისათვის მანამ სანამ საქართველოში გვექნება ამდენი გვეყოლება ამდენი უმუშევარი და გვეყონება იმდენი ოჯახი რომელიც საკუთარ თავს მიიჩნევს გაჭირვებას. სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება ჩვენ არ შევწყვეტ მუშაობას და პირიქით კიდევ უფრო მეტად გავაინტენსივრებთ სწორედ იმიტომ რომ ის სახელმწიფო პოლიტიკა რომელიც აქამდე ხორციელდებოდა კორუფციასთან ბრძოლის, პოლიციის შექმნის, საგადასახადო სტრუქტურების გაუმჯობესების და თავისუფალი ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით რომ გასაგებია ქალბატონ თინა არჩევნებზე შედეგები არის პასუხი იმისა როგორ მოსწონს თუ არა მოსახლეობას რეფორმები რომელსაც ხელისუფლება აწევს. გასაგებია ორი სიტყვა ამაზე პასუხი რომ ჩავატაროთ არჩევნები და მე ვილაპარაკოთ შედეგებზე. ჩვენ არ ვიცით ამ ქვეყანაში მოსახლეობის პოლიტიკური გემოვნება 20 წელია არასოდეს. არც ბოლო არჩევნების დროს არც ბოლო არჩევნების დროს არ ვიცით პოლიტიკური გემოვნება. არა დემოკრატიული არჩევნებით ახართ არჩეული საკრებულოში. ხომ არ გეპარებოთ რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა, მე არ ჩამიტარებია ეს არჩევნები ისე რომ ეს თქვენი ცინიზმი სრულიად უადგილოა. თქვენს მიერ მოპარული ხმების საფუძველზე ვარ მე მარტო საკრებულოში მაგალითად. ხო, პრეზიდენტსაც შეეხება სააკაშვილი მოსახლეობას და განსაკუთრებით საზოგადოება ძალიან სწორად აკეთებს ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ეს საჭიროა. მაინც ვიტყვი ისე რომ ხა შეგიძლიათ 20 ჯერ ჩამეჭრათ. საქართველოს მოსახლეობას სააკაშვილი ხვდება, სააკაშვილი მოსახლეობას არ ხვდება და სწორედ ამით მინდოდა დასრულება. სააკაშვილი მართავს შოუებს მოსახლეობისთვის. ეს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ამბებია. სააკაშვილი როგორ ხვდება მოსახლეობას ჩვენ კარგად ვნახეთ კადრებში, როგორ გადმოყარეს მისი მანქანიდან ტყიბულის, კი არა უკაცრავად თერჯოლის ასახვევში წერილები, რომელიც მოსახლეობამ მას გადასცა და ეს ვიდეო მასალა გვაქვს ჩვენ ნანახი ყველას, ამიტომ ეს გვინახავს. საქართველოს ხელისუფლების თავარი შეცდომა არის ის, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ და მე ამით დავამთავრებ. სოციალური პრობლემების მოგვარების თავარი რა არის იკითხა ქალბატონმა ჩიორამ და მანვე უპასუხა საქართველოს ბიუჯეტი. ეს არის თავარი შეცდომა. სოციალური პრობლემების თავარი მოგვარება არის თავისუფალი ბიზნესი და ბევრი სამუშაო ადგილი. რომლის შექმნასაც თქვენ ყველანაირად ხელს უშლით, ეს ვნახეთ დემონსტრაციულად სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაში, ამას უყურებთ ყოველდღიურად ახლა მაღაზიების შემთხვევაში, ამას უყურებთ ყოველდღიურად თქვენს გვერდში დარბაზში მჯდომი, კორუმპირებული, კორუფციის ზღვაში ჩაფლული მონოპოლისტი პოლიტიკოსების მხრიდან და განსაკუთრებით მინდა გირჩიოთ რომ კარგად წაიკითხოთ დავით კეზერაშვილის, არჩილ გეგენავას,
ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილის საქმიანობის შესახებ იქნებ დაინტერესდეთ და იქნებ ამცნოთ შემდეგ საზოგადოებას რამე პრობლემა ხომ არა გაქვთ საკუთარი გასაგებია ამ თემაზე ჩვენ სხვა დროსაც ვისაუბრეთ, იმიტომ რომ რეფორმებზე ერთ გადაცემაში მთლიანად საუბარი მართლა შეუძლებელია და მე ეს გადაცემის დასაწყისში ვთქვი, მაგრამ ჩვენ შევეცდით ძალიან მოკლედ კაპიტანჩარა ქალბატონ თინა, თქვენ ბუნებრივია ეს თქვენი როლიც არის, რომ მაქსიმალურად აკრიტიკოთ ის მიღწევები, რომელიც გააჩნია ხელისუფლებას, თქვენს კორუფციულ ქალბატონ ჩვენ უნდა დავასრულოთ. თუმცა მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოება და თითოეული ჩვენი ტელემაყურებელი თავის ტყავზე გრძნობს იმ რეფორმების შედეგებს და სწორედ საარჩევნო ურნასთან აკეთებს ამას. გასაგებია, ამაზე ვისაუბრეთ. ჩვენ ზადავართ გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ თავი იგრძნოს იმაზე უკეთესად. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი, ქალბატონი თინა ხიდაშელი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მადლობთ იმისთვის, რომ მობრძანეთ და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ზუსტად 9 საათზე თქვენ გელოდებათ მაესტროს ახალი ამბები მაკაცინცაძესთან ერთად, 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკაბერიძის სტუმრები იქნებიან პაატა ზაქარიაშვილი, ჯუნბერ ლომინაძე. მე ხვალ 8 საათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.